თარგმანება იმათეს სახარებისაი თავი. სიტყვაი ესე, უკვე თუ შეგცოდოს შენ ძმამან შენმან, მივედ და ამხილე მას, რა ჟამს შენ და იგი ხოლო იყვნენ. უკვე თუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმა იგი შენი, 18-15. ვინაიდან ზემოძლიერად შეჰრისხნა დამაბრკოლებელთა და დიდად შეაშინა იგინი, რაითა არა მათ სიტყვათა მიერ დაბრკოლებულნი სრულიად უდები ქნენ და ჰგონებდნენ, თუ ყოველივე სასჯელი დამაბრკოლებელთა მათზე და განჩინებულ არს, და სხვა საძვირის საქმესა შთავარდნენ და შეურაცხებად ძმათა თვისთა მოვიდნენ ზუაობით, ამისთვის იხილე, ვით არ მათსა ჯეროვნად გულისხმა უყოფს და ბრძანებს, რაითა მხილება იგი მაშინ იქმნას, ოდეს ორნი ხოლო იყვნენ. რაითა არა მრავალთა წინაშე მხილება მან უმეტესად განაფიცხოს გული მისი. ამისთვის იტყვის, მივედ და ამხილე მას, რა ჟამს შენ და იგი ხოლო იყვნენ. უკვე თუ ისმინოს შენი, შეიძინო ძმა იგი შენი. რაი არს ესე, უკვე თუ ისმინოს შენი. ესე იგი არს უკვე თუ აბრალოს თავსათვისა და დაირწმუნოს, ვით არ მეცოდა, შეიძინო ძმა იგი შენი. არა თქვა თუ, შეიძინოს მან თავითვისი არამედ, შეიძინა შენ ძმა იგი შენი, რაითა გამოაჩინოს, ვით არმედ პირველ ამისა ორნივე სხვევასა შინა იყვნას და დაჭირვებასა. ამას დასჭირდებოდა ძმაითვისი და მას დასჭირდებოდა ცხოვრება ისულისათვის ისაი. ესევე წესი პირველცა ასწავლიდა რაიმთასაზე და განაწესა, რამე თუ ოდესმე შემაწუხებელსა უბრძანა შეწუხებულისა მიმართ მისვლად, ოდეს იგი თქვა, უკვე თუ შესწირვიდე შესაწირავსა საკურთხეველსა ზედა და მონ მოგეხსენოს შენ. ვით არმედ ძმაი შენი გულძვირ რაიმე არს შენდა, დაუტევე შესაწირავი იგი წინაშე საკურთხეველსა მას, მივედ და დაეგე პირველად ძმასა შენსა. მათე 5:23-24 და ოდესმე კვალად შეწუხებულსა ამცნო მიტევებად სთომაი მოყუსისაი, რა ჟამს თქვა ვით არმედ, ესრეთ ილოცევდით, მომიტევნენ ჩვენ თანანადებნი ჩვენი, ვით არცა ჩვენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩვენთა. მათე 6:9-12 ეგრეთვე აქა პირველად თქვა ვით არმედ, რომელმან დააბრკოლოს ძმაი, დიდისა სასჯელისა თანამდებარს, ხოლო ათ შეწუხებულსა მას ეტყვის შემაწუხებელისა მისვლად, რაითა განემართოს სთომაი იგი. და არა თქვა, თუ, მივედ, აბრალე და შეჰრისხენ, არამედ ამხილე ხოლო. რამე თუ იგი ვით არცა მთვრალობითა ეგრეთ შეპყრობილ არს გულის წყრომითა და სირცხვილითა, გარნაშენ, უკვე თუ მთელ ხარ, გიღირს მისვლად სნეულისა და ქმნად სამსჯავროი ფარული და კურნებაი შეწყნარებული. რამე თუ სიტყვაი ესე თუ, ამხილე არა თუ სხვას რასმე მოასწავებს, გარნა ამას ხოლო ვით არმედ, მოახსენე მისი იგი ბრალი, აუწყე რა იგი გევნა მისგან უთხარ სიტყვითა ტკბილითა, სიტყვითა სიმშვიდისაითა, რაითა იქმნას თქვენ შორის სიყვარული და მშვიდობაი და შეიძინო ძმაი შენი. ხოლო უკვე თუ დაუჯერებელ და ფიცხელი პოს იგი და არა ისმინოს შენი, მიიყვანეო შენთანა ერთიან ორი სხვაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი, 18-16. რაისათვის ბრძანებს ორისა ანუ სამისა მიყვანებად. რაითა ყოვლით კერძო შფოთი იგი განქარდეს და იქმნას მათ შორის მშვიდობაი. რამე თუ მკურნალმანცა რაოდენი ხილის სენი ძნიათ საკურნებელი, სხვათაცა მოუწოდის მკურნალთა თანაშეწევნად. ეგრეთვე უფალი გვიბრძანებს ვით არმედ, უკვე თუ შეგცოდოს ძმამან შენმან და იქმნას თქვენ შორის მგსინვარებაი, ნუ თავსიდებ, რაითა აღეტყინოს ძვირის ხსენებისაცა სახუმილი, არამედ მივედ, აუწყე მიზეზი იგი მგსინვარებისაი სიმშვიდით და ისწრაფე. რაითა ხო მშვიდობაი და შეიძინო ძმაი შენი, რამე თუ უძლურებაი სულიერი სჭირს, ვინაიდან მავნებელ და შემაწუხებელ ძმისათვის ისა იქმნა, და ამისთვის თანაგაც მოსწრაფებაი, რაითა განჰკურნო იგი. უკვე თუ შენი არა ისმინოს, რაითა მოიქცეს მშვიდობად და სიყვარულად,
წარიყვანე შენთანა ერთი ან ორი სხვაი, რაითა თანაშემწე გეყვნენ განკურნებად სულისა მის უძლურისა და დაემტკიცოს სიყვარული. სწრახ არ ებაი, უკვე თუ მათიცა არა ისმინოს უთხარ კრებულსა 18:17. თარგმანი, ხედავა რაოდენსა მოსწრაფებასა უბრძანებს შემოღებად, რაითა განაქაროს ყოველივე მგზინვარებაი შეწუხებულმან მან. რაც უკვე ვინაითგან შეწუხებულსა ესრეთ მოსწრაფებაი უხვს ყოფად მშვიდობისა, რავდენ უფრო ისად შემაწუხებელსა თანაც მოუაწება ის საქმისა ამისთვის. ზემოიტყო და ვითარმედ, უკვე თუ ვინმე გცეს ყურიმალსა შენსა მარჯვენესა მიუპყარ ერთ კერძოიცა მათე 5:29, არამედ იგი სიტყვაი გარეშეთათვის თქვა, ესე იგი არს უცხოთათვის და გარეგანთა წესისა ჩვენისათა, ვითარცა პავლე მოციქული იტყვის. ვითარმედ, რა იძეს ჩემი გარეშეთა მათგან კითხვაი, 1 კორინთელთა მიმართ 5:12, გარეშეთ სახელს თქვა გინა თუ წარმართთა, გინა თუ კაცთა უცხოთა წესისა და განგებისა ჩვენისაგან, მათა მიმართ მოთმინებისა ხოლო გვიღირს ჩვენებად. ხოლო აც ძმათა და მოყვარეთათვის იტყვის და თანაზიართა წესისა ჩვენისათა, რამე თუ ესე ვითართა მათ მხილებადსა გვიბრძანებს სიყვარულისა წესითა და მათისაცა სულიერისა ცდომისა განმართებად, ვითარცა კვალად იტყვის მოციქული პირველ თქმულსა მას სიტყვასა თანან. ანუ არა შინაგანი იგი თქვენგან იკითხნეთ? ხოლო გარეშენი იგი ღმერთმან განიკითხნეს. 1 კორინთელთა მიმართ 5:12-13, შინაგანად ძმათა და მოყვასთა ჩვენთა სახელს თქვა, რომელთა სულიერიცა მოუაწება ითანაგვაც. ამათ ესე ვითართა ძმათა და მოყვასთათვის იტყვის ვითარმედ, უკვე თუ შეგცოდოს ძმამან შენმან, მივედ და ამხილეს სიტყვითა სიმშვიდისაითა, რა ჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. რამე თუ მრავალგზის თავით თვისით კაცმან ვერ გულისხმაყვის და მხილებითა მოყუსისაითა მოვიდის მეცნიერებად. ვინ იყო უგონიერეს დავითისა? გარნა ცოდვაი თვისი ვერ გულისხმაყო, რამე თუ გულის თქმასა გულის სიტყვანი მისნი დაეპყრნეს და ვითარცა კვამლითა ხშირითა აღევსო სული მისი. ამისთვის სახმარი იქნა მხილებაი წინა ისწარმეტყველისაი. ეგრეთვე აქა ბრძანებს უფალი, მივედ და ამხილეო, რა ჟამს შენ და იგი ხოლო იყვნეთ. უკვე თუ ისმინოს შენი და დაემტკიცოს თქვენ შორის სიყვარული, შეიძინო ძმა იგი შენი. უკვე თუ შენი არა ისმინოს, არამედ მთვრალ იყოს გულის წყრომითა, მიიყვანე შენთანა ერთი ან ორი სხვაი, რაითა პირითა ორისა და სამისა მოწამისაითა დაემტკიცოს ყოველი სიტყვაი. ესე იგი არს რაითა გაქონდეს წამებაი ჯეროანი, ვითარმედ რაი იგი ხმდა შენგან ქმნად, გიქმნიეს და არარაი და გიკლიეს ქმნად საძიებელად სიყვარულისა და მშვიდობისა. უკვე თუ მათიცა არა ისმინოს უთხარ კრებულსა. ესე იგი არს უთხარო წინამძღვართა მის ეკლესიისათა, რამე თუ მათ უწოდა ამას ადგილსა კრებულად. სწრახ არ ებაი, უკვე თუ კრებულისაიცა არა ისმინოს იყავნ იგი შენ და ვითარცა მეზუერე და წარმართი 18:17. თარგმანი, უკვე თუ წინამძღვრისაიცა არა ისმინოს უკურნებელ არსენი მისი და მიერითგან შერაცხილიყავნ იგი ვითარცა მეზუერე ანუ წარმართი. ხედავა ვითარ ყოველსავე ადგილსა წარწმაგილთა და სასოწარკვეთილთა თანა შერაცხილ არიან მეზუერენი და სახეთ ფრიადისა უკეთურებისა ითქუმიან და ფრიად დასასჯელ. ისმინეთ ყოველთა რომელნი მოყვარე ხართ მოხვეჭისა და მტაცებლობისა რომელნი ვახშთა და აღნადგინებთა ახრაცხავთ, ისმინეთ, თუ ვითარ საბრალობელ არიან ესე ვითარნი. სწრახ არ ებაი, ამენ გეტყვით თქვენ, რომელი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრული იყოს ცათაშინა, და რომელი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილი იყოს ცათაშინა 18:18. თარგმანი, ვინაითგან თქვა ვითარმედ, უთხარ კრებულსა, ესე იგი არს წინამძღვარსა მის ეკლესიისასა.
უკვე თუ არცა მისი ისმინოს იყავნ იგი შენ და ვითარცა მეზუერე და წარმართი. მერმე ინება გამოცხადებათ თუ რაოდენ მძიმე არს ურჩება იწინა მძღურისაი, ამისთვის თქვა, რომელი შეჰკრათ ქვეყანასა ზედა, კრულიყოს ცათაშინა და რომელი განხსნათ ქვეყანასა ზედა, ხსნილიყოს ცათაშინა. ესე სიტყვაი რაღაცა თუ მოციქულთა მიმართ თქვა, არამედ ყოველთა მიმართ წინამძღვართა ეკლესიისათა მიაცია. ხედავა რაოდენითა სახითა შეაშინებს დაუგებელად მრისხანესა და ურსა წინამძღვართა მიმართ. აქავე კრულობითა და მუნსატანჯველითა, რაითა ამის ესევით არისა სასჯელისა შიშითა განაგდოს კაცად მან რისხვაი და ძვირის ხსენებაი და ურჩობაი. რაღაცა თუ ვერ უძლოს თავით თვისით ესრე თქმნათ, ოდეს სხვათა მიერცა ემხილოს და უფრო ისად წინამძღვართაგან, მეხსეულად განიშოროს უკეთურებაი და შეიტკბოს მშვიდობაი და სიყვარული. სახარებაი, მერმე გეტყვი თქვენ, უკვე თუ ორნი თქვენგანი შეითქმნენ ქვეყანასაზე და ყოვლისათვისვე საქმისა, რომელიცა ითხოვან ეყოს მათ მამისა ჩემისაგან ზეცათა ისა 18-19. თარგმანი, ხედავა ვითარ ყოვლით კერძო და ამტკიცებს სიყვარულსა. რამე თუ პირველ თქვა სატანჯველი იგი მოწევნადი ძვირის მოხსენეთა და მეშფოთეთა ზედა, ხოლო აწიტყვის, თუ ვითარსა კეთილსა ღირს იქნებიან მუშაკნი იგი მშვიდობისა და სიყვარულისანი. რამე თუ რაიმცა იყო ამისა უდიდებულეს, რომელი იგი სიყვარულითა საღმრთოითა შეთქმულნი ყოველსავე სათხოელსა მათსა მოიღებენ მამისა მიერ ზეცათა ისა და ქრისტე აქუს შორის მათსა. გარნა ვითარ არს სიტყვაი ესე. არა მრავალნი არიანა ქვეყანასა ზედა ურთიერთას შეთქმულნი. ვითარ უკვე არა მოეცემიან ყოველნივე თხვანი მათნი. ესე ამისთვის იქმნების, ანუ არაუმჯობესი ითხოვიან და რად გიკვირს უკვე თუ სხვათა შეემთხვიოს ესე, ვინაითგან პავლეს შეემთხვია, ოდეს იგი ესმა, კმა არს შენ და მადლი ჩემი, რამე თუ ძალით ჩემი უძლურებასა შინასრულ იქმნების ერთი, ანუ არა ღირს იყვნიან მათ თანაშე რაც სხვა რომელთა მიმართ ესე სიტყვა ითქვა, არც არას ნაყოფსა საღმრთოისა სიყვარულისასა აჩვენებდიან. ხოლო იგი ესე ვითარსა ეძიებს შეთქმულობასა, ვითარი მას სათნო უჩენს. ამისთვის ესრეთ თქვა, უკვე თუ ორნი თქვენგანი შეითქმნენ, ესე იგი არს სათნოებითა სავსენი, ანგელოზებრივისა მოქალაქობისა მობაძავნი. ანუ კვალად ლოცვაი მათი არ მტერთა საწყეველი და ამისთვის არა ისმინის მათი, რამე თუ უჯერო არს ესე, უფრო ისად კურთხევა მტერთა იუბრძანებიეს და არა წყევაი, ანუ იქ მოდიან ცოდვასა შეუნანებელად და ითხოვდიან წყალობასა, რომელ ესე შეუძლებელ არს. რამე თუ უკვე თუ ვინ იქ მოდის ცოდვასა და არა მოიქცეს მისგან და იწყოს სინანულად, არამედ ცოდვასა მასვე შინაეგოს, არა თუმცა ხოლო მისი თხვაი შეუწყნარებელიყო, არამედ რაღაცა თუ სხვანი ითხოვდნენ მისთვის, რომელთა ფრიადი აქონდეს კადნიერებაი, არავე შეისმინების თხვაი მათი. ვითარცა იერემია ილოცვი და ჰურიათათვის და ესმა ღმრთისაგან ვითარმეთ, ნუ ილოცა ვერ ისა ამისთვის, რამე თუ არა ვისმინო შენი. იერემია 11-14 ხოლო უკვე თუ უმჯობესსა ითხოვდეს საყვარელო და თავი შენი ღირსად გამოაჩინო ლოცვათა შენთა სმენისა და მოქალაქობაი გაქუნდეს მოციქულთა მობაძავი და გაქუნდეს მოყუსისა მიმართ ერთობაი და სიყვარული. უეჩველად მიემთხვიო თხოვასა შენსა, რამე თუ სახიერი არს მეუფეი ჩვენი. ხოლო ვინაითგან თქვა თუ, რომელიცა ითხოვენ ეყოს მათ მამისა ჩემისაგან რაითა გულისხმობხოთ ვითარმეთ არა მამაი ხოლო არს მომნიჭებელი კეთილთაი, არამედ ძეცა მისსავე აღასრულებს კეთილის მომნიჭებელობასა, ამისთვის შესძინა და თქვა. სახარებაი, სადაცა იყვნენ ორნი გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნვარ მე შორის მათსა 18-20.
თარგმანი, მრავალნი არიან ერთად შეკრებულნი, გარნაუფალი მათთვის იტყვის, რომელნი სახელისა მისისათვის შეკრებულიყვნენ და სხვითა ყოვლითავე სათნოებითა შემკობილ, ვითარცა ზემოვთქო, რამე თუ ესე ვითარი არ სიტყვაი, ესე უფლისაი. რომელნი სახელისა ჩემისათვის შეკრებულიყვნენ და მე ვიყო მიზეზ მათისა მის ურთიერთა სიყვარულისა და სხვათა მიერცა სათნოებათა შემკობილიყვნენ, მათთანა ვიყო მე. სწავლა ის სიყვარულისათვის ჭეშმარიტისა. ხოლოაც ვხედავ, ვითარმედ უმრავლესთა სხვანი მიზეზნი ჰქონან ურთიერთა სიყვარულისანი, რომელსა მე უყვარს მოყვასი თვისი ნაცვალად ხორციელისა სიყვარულისა მისისა, სხვასა უყვარს მსახურებისა მისისათვის, სხვასა უყვარს სარგებელისა რაისათვის მე ხორციელისა. ხოლო ქრისტესთვის შეყვარება იმოყოსისაი, ვითარცა ჯერ არს მცირედ იპოების ჩვენ შორის, რამე თუ უმრავლესნი სოფლიოთა საქმეთათვის არიან ერთად შეკრებულ და შეერთებულ და უკვე თუმცა ჯერ იყო თქუმად, თუმცა კაცადისა იმიზეზი მოყოსისა მიმართ ერთობისაი. და მცირედ ნიმცა იპოვნეს ესოდენსა ამას სიმრავლესა შინა ქრისტესთვის შეერთებულნი ურთიერთას და წესსა მას სულიერისა სიყვარულისასა მიმსგავსებულად პავლესსა აღმასრულებელნი. ამისთვისცა ვინაითგან ცუდთა და წარმავალთა საქმეთათვის არს ერთობაი და სიყვარული მათი, არ არს იგი მტკიცე, არცა სამარადისო, არამედ მორაივიდის მცირედი მგსინვარებაი, ანუ სიტყვის გებაი, ანუ შური და ზუაობაი, ანუ სხვაი რაიმე ესე ვითარი. მე ხსეულად სიყვარული იგი დაიხსნის, რამე თუ არა აქ უნძირი სულიერი. ხოლო საღმრთო იგი სიყვარული მტკიცე არს და შეუცვალებელ და ვერ არაი ხორციელი და სოფლიოი საქმე შემძლებელ არს შერყევად მისა, ვერცა შესმენანი სხვათაგან, ვერცა მწუხარებაი ხორციელი, ვერცა ჭირი რაიმე წარმავალი, ვერცა თუ სიკვდილი. რამე თუ რომელსა ქრისტესთვის უყვარდეს მოყვასი, რაღაცა თუ ბევრეული ძვირი შეემთხვიოს მისგან, არა განიშორების იგი სიყვარულსა, რამე თუ ხედავს, თუ ვინ არს მიზეზ მათისა მის სიყვარულისა და მისთვის შეუცვალებელად აქვს იგი. ამისთვისცა პავლე იტყოდა, სიყვარული სულ გრძელ არს დატკბილ, სიყვარულსა არა შურნ, არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა ეძიემ თავისასა, არა განრისხნის, არა შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა, არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა თანან. ყოველსა თავს იდემ, ყოველი ხრწან, ყოვლითა ესავნ, ყოველსა მოითმენ. სიყვარული არასადა დავარდეს. პირველი კორინთელთა მიმართ 13:4 და ნამდვილე არც ერთი იპოების ხორციელი მიზეზი, რომლისათვის მცე ჯერ იყო დახსნა ის სიყვარულისა სულიერისაი. უკვე თუ პატივისაწილ გაგინოს და კეთილისაწილ და ფრიადისა ქველის მოქმედებისა შენისა მოკლვაი შენი განიზრახოს მოყვასმან შენმან, უფრო ისად აღაორძინე შენ მისა მიმართ სიყვარული, უკვე თუ ქრისტესთვის გიყვარს. რამე თუ რაი იგი სხვათა შორის დამხსნელ სიყვარულისა არს, აქა უფრო ისად აღმაორძინებელ სიყვარულისამცა იქმნების. და გულისხმაყავს სიტყვაი ესე, პირველად ამისთვის, რომელესე ვითარი იგი უმეტესისა სასკედლისა მომატყუებელ გექმნების ქრისტესგან, მეორედ, რომელესე ვითარსა მას უმეტესი უხმს შეწევნაი და ხელის საპყრობაი. ამისთვისცა ესე ვითარისა მის საღმრთოისა სიყვარულისა მუშაკი არა ნათესავსა ეძიებს, არცა დიდთა შვილებასა, არცა სიმდიდრესა, არცა ნაცვალსა სიყვარულისასა, არცა სხვასა რას ესე ვითარსა, არამედ გინა თუ სცულდეს მეორესა მას, გინა თუ აგინებდეს, გინა თუ მოჰკლვიდესცა, იგი შეურყეველად ჰგიეს სიყვარულსა მასზე და რამე თუ ქრისტე აქვს მიზეზად სიყვარულისა მის და სახეთ კეთილად, რომლისაიცა თანააც ბაძვაი. რამე თუ ქრისტემან ესრეთ შეიყვარნა მტერნი იგი და უმადლონი, მაგინებელნი და მგმობარნი, მოძულენი მისნი, რომელთა უნდავი არ ახილა იმისი, რომელნი ქვათა და ძელთა უმეტეს მის საპატივს სცემდეს, შეიყვარნა სიყვარულითა მიცრულითა. რომლისა უმეტესობაი არა იპოების, ვითარცა იტყვის თავადი, ვითარმედ, უფრო ისი ამისი სიყვარული არავის აქვს, ვითარმცა სული თვისი დადვა მეგობართა თვისთათვის.
იოანე 15:13 და რად ვიტყვი მეგობართათვის. მტერთა და უმადლოთათვის ესრეთ ვექმნა. ამისთვის იხილე, თუ ვითარ ჯვარმცუმელთა მათ და მკვლელთათვის და იღუწი და რამე თუ მამასა ეტყო და მათთვის, მიუტევე მამაო რამე თუ არა იციან რასა იქმან. ლუკა 23:34 და მოწაფენი მოულინა მათ, რაითა ასწაონ და მოაქციონ ცხოვრებად. რამე თუ სახიერიყო და ძვირუხსენებელ და არა არს რიცხვი წყალობისა და კაცთმოყვარებისა მისისაი. დიდება იმისა და ქებაი. რაც უკვე, ძმანო, ჩვენცა ესე ვითარს ამას სიყვარულსა ხვბაძვიდეთ, რაითა მივემსგავსნეთ ქრისტესა, რაოდენ შესაძლებელ არს მსგავსება იმისი, რაითა ამასა სოფელსა მშვიდობით ვიყვნეთ და საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხვინეთ მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისაი არს დიდებაი და სიმტკიცე თანამამით და სულით წმიდით ურთაც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამენ. ლოცვა ყავთ ნეტარისა მამისა იოანესთვის და სანატრელისა მამისა ჩვენისა ეფთვიმესთვის, რომელთა გვითარგმანეს წმიდა იესე სახარება იბერძულისაგან ქართულად.